ვაჰე ზემოთიდან წამოვედი. თამარს მიაქეს მიკროფონი ამას და ეს კაცები დაახლოებით 3 კაცი ზის და 3 გუნ თავზე დგას ეს და როგორ უყურებენ ამ ქალს აი შესისინებენ თვალებში რომ ამ ქალმა რა უნდა თქვა მერი აბადელია თამარის მემკვიდრეობა დაახლოებით 5000-მდე გვერდი დღიურები საუბარია ქართლზე, კახეთზე, აღმოსავლეთის მთიანეთზე, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ზემოსვანეთი თქვა მე ღმერთი ხატი ჯულიო როგორც იტყვენ 1500 კაცი მოვიკითხე. აპაჩი 1887 წელი. კი მაგრამ თქვენ თუ არ იყავით ესე მეხსიერება როგორი გაქვთ რომ ესე უცებ მოისმინეთ და ესე დაგამახსოვრდათ. მაგის დავიწყო შეიძლება? იქ რომ ვეკითხებოდი აი ეს დღეობები მე ხო ვიცოდი ამ დღეურებიდან. ზოგიერთ დღეობას საერთოდ აღარ სახსოვდათ. შენაქო 12 მე-7 47 წელი დალაობა. ეს ცვილის ლილვაკებია, ანუ თანამედროვე, რა გითხათ, კასეტები, ბაბინები, CD-ები, უფრო გასაგები რო იყოს თანამედროვე და მეებს. ხო, მათი. გამოდოდოთ გვეუბნებოდა რომ ქვეყანაო ეს საბჭოთა კავშირიო ეს რა ქვეყანაა? ქვეყანა არის ამერიკაო. მოკლედ გამომატანა აი ეს ფოტო სამუელ რობაქიძის. თამარ მამალაძე არის პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგი, რომელმაც დაიწყო ექსპედიციები 1946 წლიდან და სიცოცხლის ბოლომდე ფაქტობრივად ეწეოდა ამ საქმეს და უნიკალური მასალა შემოგვინახა ქართულ კულტურას. იწყებს ესე იგი ერთ-ერთი რიგითი როგორც ექსპედიციის წევრი და ამის შემდეგ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე გადადის და უკვე თავად მართავს ექსპედიციებს. ჩადის სოფლებში და იძერს გლეხებს. ის არ წერდა მხოლოდ სიმღერებს. ის დღიურში რასაც გაიგებდა ყოფით ნაწილს იმ ადგილის სადაც ჩადიოდა ყველაფერს იწერდა. ამიტომ ერთი-ორად საინტერესოა ცალკე ამ დღიურების საკითხვა მისი თუ რა ხდებოდა. ფაქტობრივად საბჭოთა კავშირში მაგ პერიოდში იწყება ეს ქალის როლის ესე აი სახლიდან გასვლა რა. რომ ქალი იქაც უნდა იყოს რაღაც რინგზეც იქაც რაღაცა ცოტა-ცოტა მაგრამ აი ამ სფეროში მაგალითად ნუ ეს ალბათ პირველი გამოსვლა იყო რა თამაში რასაკვირველია ეს იყო გაოცების საგანი ალბათ რო წარმომიდგენია მე მაგალითად 46 48 წლებში 47 წელში თან ეს მთის რეგიონებში დადიოდა მაგ პერიოდში ხო ეს შალვა ასლანის ექსპედიცია თათუშეთი სვანეთი ხევსურეთი და უცებ ხედავენ რომ ქალი და თან უკვე მისი ნათესავებისგან რაც გამიგიებს თამარს ძალიან უყვარდა თუმე ჭრელი კაბების ჩაცმა რა და უცებ წარმოიდგენო რომ ჭრელ კაბებში თამარი ადის რაღაც დღეობებზე იქ მთელიანობა და უცებ ეს კაცები აი მაშინ ხო ცოტა გაგება კიდე სხვანაირი იყო ხო ესა და რა თქმა უნდა გამბედაობა სამწუხაროდ ახლა არ ვიცი მე ზუსტად აი ეს დამოკიდებულება როგორი იყო რა თამარ რო აღწერდეს რომ თქვათ ესე გაუკვირდა თან რაღაც ესე ურთიერთობა ეს სამწუხაროდ არ ვიცი ერთი ფოტო მახსენდება იყო მის ფონდში მე მგონი სოფელი ალავერდია და იქ არის ეგეთი ფოტო რომ თამარი ამ მიკროფონით ეს იყო ბაბინი ეგრეთ წოდებული მაგნიტური ფირი ეგრეთ წოდებული ბაბინა ეს ფოტო არის ფანტასტიკური იმიტომ რომ თამარს მიაქეს მიკროფონი ამას და ეს კაცები დაახლოებით 3 კაცი ზის და 3 გუნ თავზე დგას ესე რაღაც ესე ხედავ და როგორ უყურებენ ამ ქალს ეს არის აი გიждდები მაგ ფოტოზე იმიტომ რომ ზოგი მოხუცი ზოგი ახალგაზრდა და აი შესისინებენ თვალებში რომ ამ ქალმა რა უნდა თქვა ეხლა რაც გვეტყვის და ოღონდ ხო აი ეს ამბავი არა მარტო ნუ რასაკვირველია ქალებსაც წერდა ნუ ალბათ ეს ქალური ამბავიც იყო ხო და არა მხოლოდ ქალური ძალიან საინტერესოა ქალთა რეპერტუარი და ეს მთელი ამბები რაც ქალთა ეს მუსიკალურ ამბებს მოყვებოდა ხო და იქ არის სხვა შორის მე მგონი ხევსურეთის დღიურში უწერია ერთი ქალის ინტერვიუ რაღაც შეკითხვა პასუხი რომ და ეს ქალი ამბობდა რომ რაღაც გაბრაზებული ტონი იგრძნობოდა რა ამ იმაში რომ კაცო ჩვენო ხატიო არც ფანდურზე დაკვრას ჩონგურზე დაკვრას თაში ჩონგურს ეძახიან ფანდურს არ ჩონგურზე დაკვრას გვიშლიდა და არც ანუ რაღაცა აი ეს ქალებთან მაინც ის ჰქონდა თამარს რა და მათგან ძალიან ისე აინტერესებდა და ძალიან საინტერესო ინფორმაციებიც არის ქალებისგან ჩაწერილი თამარის სადისერტაციო ნაშრომი იყო კახური შრომის სიმღერები და პირველი დამოუკიდებელი ექსპედიციები თამარმა დაიწყო კახეთში თელავი ქიზიყისკენ ყვარელი
და ეს ექსპედიციები მე მგონი აქედან ორი მუნიციპალიტეტში ჩატარებული ექსპედიცია 1950-51 თუ სწორად მახსოვს ჩაწერილი ედისონის ცვლილის ლილვაკებზე. ანუ ეს არის უძველესი მოკლედ ან პირველი ესე იგი მატარებელი რაზეც ხმა იწერებოდა ანუ ფირფიტებამდელი 1800 მე მგონი ეს იწყებს 90-იანებში 80-იანის ბოლოს ეს ფუნქციონირებას და უკვე შემდეგ უკვე მაგნიტურ ლენტზე. თამარის მემკვიდრეობა არის 30 საათამდე ქართული ხალხური სიმღერები. თამარის მემკვიდრეობა დაახლოებით 5000-მდე გვერდი დღიურები. ძირითადად აი ამ ორ მასე დგას, ანუ ხმოვან მასალაზე, ფონოდოკუმენტებზე და ეს ხელნაწერ დოკუმენტებზე დგას ძირითადად მისი უზარმაზარი არქივი, უზარმაზარი. მაგალითად 22 რა ფურცლებიც ქონდათ იმ გაჭირვებაში იმ ფურცლებზე წერდნენ. რაც მოხდებოდა და როგორც მოხდებოდა. დღიურებია, მის ჩანაწერებია, ექსპედიციის დროს ჩაწერილი მასალები. სხვადასხვა კუთხეში იწერდა იმ ეპოქის სიმღერებს და ტექსტებს. მე გადახდოთ ნოტებზე. შესაბამისად ამ მხრივ არის ეს უნიკალური. ეს არის სვანეთის ექსპედიციის მასალები 1962 წლის ჩანაწერებია. ბუნებრივია ექსპედიციები როგორც წესი აქ სტარდებოდა ხოლმე შესაბამისად იმ წელს აგვისტოში ამითითებულია. ესტია მესამე სასმისზე ჯგრაგის იმღერებდნენ, მას ლილეს მიაყოლებდნენ, სხვადასხვა სიმღერასაც იტყოდნენ და საგრძელოებს დალებდნენ. შენახო 12-47 წელი დალაობა. ეს ცვილის ლილვაკებია, ანუ თანამედროვე, რა გითხათ, კასეტები, ბაბინები, CD-ები, უფრო გასაგები რო იყოს თანამედროვე და მერეებში. ხო, ეს წარმოიქმნებოდა მილაგზე და ეს ტრიალებდა და აქ არის წვრილი ღარები და ნემსი გადადიოდა ამაზე და შემდეგ ნუ პატეფონი გამოსცემდა ხმას. პრინციპი ეს არის მუშაობის. ხო, ნუ იმ პატეფონს ფონოგრაფია თქვა. ეს არ არის მხოლოდ სიმღერებზე ისტორიები ჩაწერილი. ანუ აქ შევხვდებით ამ დღიურებში მაგალითად საჭმლის რეცეპტებსაც კი. სვანური ჭუშტარი მაგალითად აწერილი. ერთი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. აქ არის ყოფა ცხოვრება, დღეობები და სხვათა შორის და ექსპედიციებში რომ მომიწია მე სიარული ამ სოფლებში. იქ რო ვეკითხებოდი აი ეს დღეობები, მე ხო ვიცოდი უკვე ამ დღიურებიდან. ზოგიერთ დღეობას საერთოდ აღარც ახსოვდათ. ორმა თაობამ გამლო და უკვე მეხსიერებაში აღარ არის, იცით? ხო, აი ძალიან სამწუხარო და ამით ანუ არა მხოლოდ მუსიკალური კულტურა შემოგვინახა თამარმა, არამედ ჩვენი ყოფა ცხოვრება და ეს ტრადიციები, რეალური ტრადიციები რაც არის რა. მოკლედ რო თქვა თამარი იყო 140-მდე სოფელში ნამყოფი. საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ 140-მდე სოფელი აქვს თამარს ჩაწერილი და 1946 წლიდან 1971 წლამდე. ვაჰე ზემოთიდან წამოვედი. ძველი აბადელია. სოფელი ხელთუბანი, მაყრული. Სხვაგნისკენ რახელი გაგიშვერია ბიჭო დარალალო 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 გენაცვალე დიალო ისაია ნიკოლოზიძე კანთელაძე წაიკითხა საკუთარ ლექსებს. არეულობა შეიქმნა ამარეობის თვეშია, რაც ურავში კაცი იყო, იყო კედეხელშია. როცა დღიურების კითხვა დავიწყე,
იქ ხედავ სახელები და გვარებია. ჩემო ვინ არის ეს ხალხი? თან მამის სახელი, დაბადების, თან ის მაგიჟებდა, რომ აი მაგალითად 1952 წელს თამარმა ჩაწერა მაგალითად აჭარაში, ხულოში 92 წლის ადამიანი და ამ გიზდე მეთქი 42 წლის ადამიანი და უფრო ის მაგიჟებდა, რომ ეს ხალხი არ ვიცოდი. ვინ იყო? მივედი, მოვედი ამ სახელებს და გვარებს ვეძებ და არაფერს არ მეუნება ეს სახელები და გვარები. დავთვალე რამდენი ხალხია. დავთვალე და 1500-მდე ადამიანი. 1500 ადამიანი ეს რიგი რო დააყენო, როდის მორჩები კაცმა არ იცის და აქეთ საძებარი მაქვს მე. აი მაგ მომენტში, არ ვიცი ზუსტად როდის მოხდა, მაგრამ აი დღეურების გაცნობის მომენტში და ამაზე ფიქრის დროს ავადექი გზას კი. 87 წელს მამო. აპაჩი. 1887 წელს. ქორწილებში დიდებას თქმა იცოდნენ, როცა იღებდნენ პატარს. ან ისტუმრებდნენ მაყრიონს. კი ბატონო. ეს გელასული ხო არ არის მანდ რომელიმე? ჩემი ძმა პატარა ბავშვობაში. ნიკალა გელასული ხო არ არის მანდ რომელიმე? შემდეგი? დოდო სისაურზე იწერებოდა. სისაური. მეუღლე. ესოს მეუღლე. ეს ემსახურებოდა მაგედას მიქონდა სასმელი საჭმელი. და რომელიღაცამ არ ვიცი ხო ის სახელის ვერ დავსახელებ. წამოიძახა. დააცალეთ რაფისა. მეორე წაუმატა. იორა მამა. მეორე წაუმატა. მარტოა დასდგამს ტრაფილსა. მესამე წამოძახა კიდე. კირკიზი რა გადააგდო შაიკერა დრაფისა. და რაფი ვეღარ გაუძულა ამდენი იურა და მოკურცხლე იქიდა. მაგრამ თქვენ თუ არ იყავით, ესე მეხსიერება როგორი გაქვთ, რომ ესე უცებ მოისმინეთ და ესე დაგამახსოვრდათ. მაგის დავიწყო შეიძლება? გამარჯობა. ერთი გუნდია იდეაში და პლატონ დადვანის გუნდია. არა, დადვანამდეა გაფრესა. დადვანამდე იგონებენ. მურზაყან დადესკენიანის გუნდია. ეცე ხო. ისე დადვანის გუნდს მაესტრო გაბოაჩელი. თემი თამარი ამოცანა იყო, როგორც თამარი გავიცანი, ისე უნდა გამეცნო მე ეს ხალხი. თამარის ჩაწერილი ხალხი მინდა გამეცნო ამ შთამომავლების დახმარებით, რა საკვირველია. ბევრს ეგუნა რომ ჩავდიოდი, რომ აი მე სიმღერაზე არაფერი არ მახსოვს. მეთქე მისი სიმღერა რაც უნდა ვიცოდე, ფაქტობრივად ვიცი უკვე ყველაფერი ნამღერია კაც და უკვე ვიცით. ჩემი ძირითადი სწორება იყო მაინც ამ ხალხის პირადი ისტორიები. აქ საუბარია ქართლზე, კახეთზე, აღმოსავლეთის მთიანეთზე, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ზემოსვანეთი, ფაქტობრივად მთელ საქართველოსია საუბარი. მე ღმერთი ხატირ ჯულიო როგორც იტყვენ 1500 კაცი მოვიკითხე. ვინც ადგილზე არ იყო შთამომავალი, ნომრებს მაწერიდნენ და ნომრებზე ვრეკავდი, ვინც ადგილზე იყო, რა თქმა უნდა, ყველასთან მივდიოდი, მაგრამ ისე მოხდა მაინც რომ ჩვენ საბოლოო ჯამში 500-მდე ადამიანის პირადი ისტორია მაქვს აღწერილი. 500-მდე, 1500, ანუ 3-ჯერ ნაკლების. იმიტომ რომ ზოგი შვილი ომში გარდაიცვალა, ზოგი ცოლი არ ყავდა, ზოგი საერთოდ გადაიხვეწა, მოკლედ 60 წელია გასული რა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდე რა, რომ მე ხო ეს ჩანაწერები მოსმელი მქონდა უმეტესობა ახლა 30 საათი თუ არა უმეტესობა მოსმელი მქონდა. ხო ვიცოდი ეს სიმღერები, მაგრამ როგორც კი ამ ხალხის შესახებ ისტორიები გავიგე, ну ფაქტობრივად უკვე ნაცნობებს უსმენდი. ისეთი სხვაობა იყო იქამდე მოსმენილებს და მას შემდეგ რაც ეს ხალხი გავიცანია მოყოლით, ის თურმე ომში იყო ნამყოფი, ის თურმე ქაქუცას მეგობარი იყო, ის თურმე შეეწირა იმას, იმ ბრძოლას, აი ფანტასტიკები. ანუ მუსიკა კონტექსტით უნდა მოვისმინოთ. ნებისმიერი ჟანრის, ახლა მე ძალიან ბევრი ჟანრის მუსიკას ვუსმენ და რასაც ვუსმენ, იმის ვცდილობ რომ შემსრულებელი ვინ არის, როგორ დაიწერა, რა მოხდა, კონტექსტში თუ არ მოხდა ეს მუსიკა. ხოლოდ ახლა ეს ესთეტიკური სიამოვნება მივიღოთ, განაცუდია, მაგრამ ეს სრულყოფს აი ამ სიამოვნებას, რასაც მივიღებთ მუსიკის სმენისგან და აი ეს ვფიქრობ, აი ეს ორი ალბომი ამ ამბავში ძალიან დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართული ტრადიციული მუსიკა უყვარს და მოსწონს და ეტაკის.
გივია ივანეზე გელაშვილი. ფანტასტიკური ისტორია. 12 წელს რო გამხდა და ძმებს უთქვამს რომ წადიო კაცო თავს მიხედეო რა უკვე შენ თავი შენთან არჩინეო და რა ვქნაო და აგერ ჭავჭავაძესთან მიდიო და დაუდექიო ყმადო რა. ესეც მისულა და ვინც იყო მოურავი იმისთვის უთქვამს რომ რაღაცნაირად თუ იმას მიქენითო რა რაღაც და კი ბატონო გააფრთხილო ნუ წყალზე წაიღე წამოიღე დოქით და ოღონდო კაკლის ძირში უყარსო ილიას ძილიო და ისე ქენიო რომ თუ მძინარე დაინახეო ილიაო ისე გაირო არ გაიღვიძოსო. ამდგარა და გაუვლია უკარო მოდიოდა თურმე ეს დოქი და რეზინა შემოძრომია შარვალზე და ჩააზრო ეს შარვალი და გაუვარდა ეს შენი დაიმსხრა და ილიას გაღვიძებია. ვინახა რომ გამოუკითხავს ეს გივია გელაშვილი. წერა კითხვა იციო? მამანას მე მგონი არ იცოდა თუ საკუთარ სახელ დაგვარს წერდაო თუ რაღაცასე. და თავის მოურავს დაუძახაო. ესო წაიყვანეთო ნიკოლოს სეფაშვილთან. და უთხარით რომ ილიამ გამომაყოლაო. ნიკოლოს სეფაშვილმა მისცა განათლებაო, შემდეგო თელავში გააგრძელაო სწავლაო, შემდეგ რუსეთში უსწავლია და სიცოცხლის ბოლომდე თუმე ყვარელში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა ეს გივია გელაშვილი და აი როგორი ის არის ხო ერთი პატარა ამბიდან აი ილიას ამბავზე ხო აი ერთი ადამიანი რომელიც ეს დაკარგული ფაქტი ისტორიასავით იყო ხო ფართოდ არ ვიცოდით აი ესე როგორ დააყენა და მე ილიას ეს შარვალი ხო ჩამძრალი და ეს ბიჭი ესე უსმენს და ამდგარა და თავის წვივს საკრავი მიუცია ამით შეიბიო და დღემდე ის წვივს საკრავი მოკლედ ამ ოჯახში ინახება ესე ძალიან დიდ რელიქვიად და ესეც გადავიღე დავაფიქსირე ნახე მაჩვენეს და უბნის ბიჭებს ეზახდაო მომღერლებს და თავის მომღერლებს და ეს კაი ფოტოა ეს მთელი მომღერლებით განან ეს უბნის ბიჭები აი ეს კაცი ვანო ჩოქური მე მგონი კი ბატონო დაბადებული 1896 წელს ყველაზე ტრაგიკული ადამიანი ვინც ნუ ამ დღიურში და ცალკე ალბათ სხვაგანაც რავი აი ეს კაცი ესე იგი იყო იუნკერი იბრძოდა 1921 წელს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ და მე წერდაო მისმა შვილიშვილმა ესე იგი მომიყვა ეს ამბავი ფოილოსთან ანუ საზღვართან ხიდი მე და ერთმა კახელმა ბიჭმა ავაფეთქეთო ეგეთ ამბავს წერდა და მე დაუჭერიათ წაიყვანეს მე ფინეთში ომში როგორც დაჭერი რასაკვირველი წინახაზე გადარჩა ჩამოვიდა შექმნა ოჯახი მეუღლე 7 შვილი ყავდა და დაახლოებით 300 სული დედაცხვარი ყავდაო და მე უკვე ეს კოლმეურნეობა და ეს კოლექტივიზაცია რო დაიწყო უთხრეს რომ კოლექტივის ცხოვრები ჩააბარეო ამან რაის ცხოვრები ჩავაბარო კოლექტივსო არ ჩააბარა და მეორე დღესვე ესე იგი სახლიდან რაც ქონდა ყველაფერი წაიღესო და წაიყვანეს და ჩასვეს ციხეში მეტეხში და მე მგონიო მოუწია მეორე მსოფლიო ომმა და კიდე გაიწვიეს წინახაზე ეს კაცი იქიდანაც ჩამოვიდა ცოცხალი და ბოლო სიკვდილამდე 12 წელი გარდაიცვალა 1987 წელს 12 წელი იყო უსინათლო მე სხვათა შორის აიქაც მიწერილი სულ კითხულობ ძველ ხალხში თან მომღერლები მომღერალი და სუფრა და სმა ეს პირდაპირ პროპორციულია და სულ მაინტერესებს ამათი დოზირება სასმელთან ღვინოსთან ძირითად შემთხვევაში ეს ხალხი არ თრებოდა მეუბნები რომ არ გვახსოვს ბაბუას ამ ფეხი არ ეუდეს ან რაღაცა და აი ამას პაპასო სამჭიქაზე მეტი ღვინო არ დაულევია სუფრაზეო ხო ხო ნუ აი ეს არის ჩემთვის საუკეთესო მიგნება შეიძლება იყოს ეს არის სამუელ რობაქიძე სოფელი ეწერი თერჯოლის რაიონი ეს სოფელი სულ მაინტერესებდა რა იმიტომ რომ თამარი დღიურებში წერს დღიურებში რა აუდიო ხმოვანი ჩანაწერებიც რაც არის უნიკალური ვარიანტებია შენახული აი მაგალითად აქ არის ალილოს ვარიანტი ერთი რომელიც ჩვენ რო ვიმღერეთ ჩვენმა გუნდმა მოკლედ ეს გავაცოცხლეთ მე ეს სიმღერა ამ ჩანაწერიდან ნუ ბევრი ეთნომუსიკოლოგმა ვინც მოისმინა მათთვისაც კი ესე იგი პირველი და მე მსგავსი ვარიანტი არ მომისმენია
რო ჩავდიოდი ხოლმე ამ სოფლებში იყო სიტუაციები რომ მეუბნებოდი რომ ამას აღარავინ აღარ დარჩა. შვილი ომში ყავდა ის იყო ცოლი არ ყავდა. მარტივად რაღაცა ვეგუებოდი, მაგრამ იყო მომენტები რომ მეუბნებოდნენ რომ ამას აღარავინ აღარ დარჩა, მაგრამ აი რაღაცა გუმანი თუ რავი რა ქვია მაგას არ ვიცი კარნახობდა რომ სანდრო აი შანსი არ არის რა ჩემ თავს ველაპარაკებოდი როგორ არ დარჩა ამ სამულ რობაქიძეზე ჩავიციკლე აი რატო ვერ გეტყვით არანაირი ამის მიზეზი არ მქონდა ხო როგორ არავინ არ დარჩა ამ კაცს აბიჭო რას გადაეკიდი ამ კაცო არავინ არ დარჩა როგორც სხვა დანარჩენებს არა ერთ-ერთ ოჯახში ვარ შესული და სულ შემთხვევით ვიკითხე სამ მაგასო სახლი დაეწვაო მაგის საომავლების მაგრამ მაგასო ასაკშიო შვილი ეყოლაო და ცოცხალიო ისო სოფელში ცხოვრობს ხმერთო ჩემო რომელი სოფელი იყო სოფელ ჩხარი წავედი სოფელ ჩხარში ამ ეწერიდან თან გავყვა ეს კაცი ვინც გითხრა შვილი და მე დავადექით ამ შულს თავზე ქალბატონი ხო ქალბატონის სახელი მზია აბულაძე რობაქიძე და მიყვება ამბებს მამამისზე სასაულ ამბებს რა რაღაცა იქთელი ისა ესა მეუბნება რომ 53 თუ 14 წლამდე ტაძარში მგალობელი იყოდა ანუ ეს რეპრესიული პერიოდი სტალინის და ტაძარში ეწერის ტაძარში გალობდნენო რა სამი კაცი იყო და მსახურება მინდა ერთი მღვდელი ყავდა სახელის მითხრა მაგრამ დამავიწყდა გალობელი ისეთ ამბებს მიყვება რომ არაორდინალური ამბებია თან და ვხვდები რომ აი კაი ისტორიას გადავაწყდი მეთქე ფოტო არა გაქვთ კავტურომზეა ვაიმე სახლი დაგვეწვაო ჩვენ და ფოტო საერთოდ არა გვაქვს მეთქარი რანაირად ახლა ერთი ფოტო ამ კაცის ერთი ფოტო როგორ არ უნდა ქონდეს მამა თქვენი დაიწყო ქალბატონმა მზეამ ნათესავებში დარეგვა უკვე გვიანია საკმაოდ და გულიკოს როგორ არ უნდა ქონდეს ფოტო სად ცხოვრობს გულიკო ქუთაისში ცხოვრობსო უკვე გვიანი იყო კაცო იყო 9 თუ 10 საათი და თერჯოლიდან ამ ჩხარიდან წავედით ქუთაისში და მივადექი ამ სართული და ის ვიცოდა ხო მეყურებს ვიმძანდებით რა კიდე შუაღამისას დავადექი თავზე უსო მითხარი ეს სამულ რობაქიძის ამბავზე და აი როგორ გეთხრათ ისეთი ემოციური ამ ქალბატონის სამის გაგება უცებ ღამეს შუაღამის სახში დადგა ვიღაცა და მის მამამთილზე უნდა დაელაპარაკო ესე იგი სამულ რობაქიძე დაბადებულა 1899 წელს და მეუბნებოდა რომ ქალბატონი გულიკო რომ გაბრიჭიზე რობაქიძისა აი ესე ჩამაწერნა საკუთარი თავი 75 წლის რომ ატარა ვიყავი როცა მე მათ ოჯახში მივედიო სრულიად გამორჩეული კაცი იყოო აი როგორც საკუთარი мама ესე იყო ჩემთვის იმიტომ რომ ატარა ვიყავიო რა მეტი რით იყო გამორჩეული დამოკიდებულებითო მე სულ მეშინოდაო და არსად არ ვლაპარაკობდი ჩემი შულებიც კიო როცა ეს მე რაღაცა მეშინოდაო რომ ბაბუას მაინც და მაინც ყველაფერს უნდა უჯერებ და რა ხდება მე ვთხარ რატო ესე იგივე აი დილითო კომუნისტის გაზეთ ხო ჩამოატარებდნენო და მივიდოდაო პატიოსნად გამოართმევდა და აიღებდა და სახში შემოდო და გადახევდაო და ბოდიში და ჩეჩმაში ჩაყრიდაო გამოდოდა და გვეუბნებოდაო რომ ქვეყანაო ეს საბჭოთა კავშირიო ეს რა ქვეყანაო ქვეყანა არისო ამერიკაო და სამულ რობაქიძეს ქონდა 4 კლასი დამთავრებული თერჯოლაში ის ეწერში ბოდიში სოფლის სკოლაში 4 კლასი და ამერიკა ქვეყანაო და ჩვენო არ დაგავიწყდეთო გვეუბნებოდაო სულ რომ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეიძლება მეცოცხალი აღარ ვიყო მაგრამ დრო მოვაო და ჩვენ კიდევ აუცილებლად გავხდებით დამოუკიდებლებიო და მეტიცო და მაშინ ეს პერიოდი დეკემბერი იყო მე მგონი რომ ვიყავი ჩასული თუ ხო დეკემბერი აი 9 დეკემბერი 9 დეკემბერი და ეს პერიოდი როცა კანდიდატის სტატუსზე რომ პირველ ჯერზე რომ უარი გვითხრეს და ქალბატონ გულიკო აიო აი ახლა რაც ხდებაო ამასო ფაქტობრივად წინასწარ მეტყოლებდაო ეს კაცი მე რა წინასწარ მეტყოლდა მეუბნებოდაო რომ დრო მოვაო და ევროპული გაერთიანების წევრი გავხდებითო და აი მე მეთქი მე ქალბატონ გულიკოს კი არ ლამის მეს დავიწყე ისეთი ემოციური იყო და მოკლედ გამომატანა აი ეს ფოტო სამუელ რობაქიძის სამუელ ტარიელიძე რობაქიძე ანუ ეს ალივო რაც თქვენ მე იმღერეთ ამის ამღერეთ ამის პირველი ხმა არის სამუელ რობაქიძის სიმღერაში
ჩემი მიზანი თავიდან იყო რომ ეს ხალხი გამეცნო და გაეცნო ბევრ ადამიანს, მაგრამ აი ეხლა უკვე როცა დავამთავრე მე ეს მოგზაურობა და ეს ექსპედიციები, აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე აი ამ ღიურებში ხო არის გადარჩენილი. აი უკვე ხვდები რომ ის კი აღარ იყო მთავარი მიზანი, თურმე ეს ყოფილა. იმიტომ სიცოცხლე რა არის ხო? ხსოვნა ადამიანის და ანუ ადამიანი არ კვდება, სანამ ის ხსოვნა არსებობს. ხო და ეს მე ძალას მაძლევდა ნაბიჯი რომ აი ამ ხალხის, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხვდებოდი რომ მე რო არ მივაგითხო ახლა ამ ადამიანს, იმას რომ არც მომგონებელი ეყოლება არცა და მარტო მომგონებელი კი არა, ამის მისი ღვაწლი ვეღარც დაფასდება და უბრალოდ დაიკარგება, გაქრება.